ველოტურს, რომელშიც მონაწილეობის უფლება ყველა მსურველს ეძლეოდა, სტარტი 10 და 5 კილომეტრიან დისტანციებზე დვაბზუს ცენტრიდან მიეცა. აქციის ყველა მონაწილეს პირად ნომრებთან ერთად სპეციალური ლენტები წარწერით არა ოჯახურ ძალადობას დაურიგდათ. ბიჭებში 10 კილომეტრიან დისტანციაზე პირველი საპრიზო ადგილი სოფელ ბაღვრის მკვიდრმა დავით სიამაშვილმა მოიპოვა, ხოლო 5 კილომეტრიან დისტანციაზე გოგონებს შორის პირველ ადგილზე სოფელ დვაბზუს მკვიდრი ირმა დოლიძე გავიდა. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ლევან ახალაძე, მარის ალუქვაძე, ზურა დოლიძე და ლელა ღლონტი გახდნენ. ველოტურის მსვლელობის პროცესს ოზურგეთის პატრულის თანამშრომლები აკონტროლებდნენ. პირველ ადგილზე გასულებს ველოსიპედი და სიგელები, მეორე ადგილის მფლობელებს სკეიტის დაფა და გორგოლაჭები, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს ბანდბიტონი და ბურთი სიგელებთან ერთად გადაეცათ. წარმატების მიღწევა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ რავი, ჯერჯერობით გავიმარჯვე და ყველას მადლობას ვუხდი პრიზისათვისაც და მე რო შევძელი დღეს წავედი და რავი, გავიარე ამდენი მანძილი. ბედნიერი ვარ ძალიან რომ მოვიკე და ამ გამარჯვებას უძღვნი ჩემ დედადამას, რომელიც 5 დღეში ჩამოვლენ თურქეთიდან. აქციის ორგანიზატორები სოფელ დვაბზუს საინიციატივო ჯგუფი ჩვენი სიტყვა, ჩვენი საქმე გახდათ. ორგანიზაციამ ქალები რეგიონის განვითარებისთვის ტენდერი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სულ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, რომლის გამარჯვებულის დვაბზუს საინიციატივო ჯგუფი გახდა, რომელმაც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლა ველოტურის აქციით დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ძირითადად ოჯახური ძალადობის პრევენციაზე მუშაობდით. გვაქვს 3 სოფლები, დაახლოებით 5 სოფელი გვაქვს აღებული და ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდა პოლიცია ოჯახური ძალადობის კუთხით. ასევე გქონდა გასვლითი შეხვედრები სოფლებში, სადაც საინფორმაციო ხასიათის გამოდვაბზუს საინიციატივო ჯგუფმა მოვიგეთ $500 გრანტი, რომელიც ჩვენ განსაზღვრეთ ასე, რომ ჩაგვეტარებინა ღონისძიება ველოტური. ჩვენი სლოგანია არა ოჯახურ ძალადობას. ამ ღონისძიების მომზადების დროს ჩვენ სოფელს დააკლდა ისეთი კარგი ვაჟკაცი, ერთ-ერთი ოჯახის ძლიერი ტრადიციების გამგრძელებელი ბიჭი, რეზიკო ღლონტი და ჩვენ ამ ველოტურს დავარქვით რეზიკო ღლონტის სახელი. აქცია ტრადიციულ სახეს შეიძენს და რეზიკო ღლონტის საპატივცემულოდ ყოველი წლის მაისის თვეში გაიმართა.